ოლიგარქს როგორც ჩანს მძიმე დღეები აქვს ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ უკვე შვეიცარიულ ბანკში ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები არის გაყინული და ამის შესახებ თავად ოლიგარქის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის შვეიცარიულ ბანკს იულიუს ბაიერს ადანაშაულებს შანტაჟში. ახლა ოლიგარქის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამერიკული სანქციები თავად შვეიცარიულმა ბანკმა დაინახა განსხვავებულად და ამის შემდეგ გაიყინა სწორედ ოლიგარქის ანგარიშები და მისი ოჯახის წევრებსაც შეეზღუდათ ანგარიშებზე წვდომა. ასევე ირკვევა, რომ არა მხოლოდ ანგარიშები აქვთ გაყინული ახლა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, არამედ წვდომა შეზღუდული აქვთ ასევე მოგებაზე, ეგრეთ წოდებულ hedge ფონდებზე, რომელშიც იღებდნენ ისინი შემოსავალს სხვადასხვა აქციების განთავსების შემდეგ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ახლა ამ თანხებს ვერ გამოიყენებს და მისი გუნდით ცდილობს ახლა რამენაირად თავს დაესხას შვეიცარიულ ბანკს. ჩვენ ნახეთ ლევან დავითაშვილის განცხადება, კახა კალაძის განცხადება, მათ დაადასტურეს ის, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ამოქმედა უკვე ეს სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და მას აღარ აქვს ანგარიშებზე წვდომა და მათ შორის არც ეგრეთ წოდებულ hedge ფონდებზე. თუმცა ივანიშვილის გუნდის ყველა წევრი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინოს შანტაჟად და არა იმ რეალურ შედეგად, რომელიც ოლიგარქს მისივე ნაბიჯებმა მოუტანა. სანქციები შემოვიდა და უკავშირდება კონკრეტულად ამ ბანკში არსებული აქტივების განკარგვას. თქვენ იცით, რომ ეს სანქციებია წინა ადმინისტრაციის, უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ბოლო დღეებში იყო მიღებული და მთლიანად პროცესი, რომელიც ბანკმა წამოიწყო, ნახეთ, რამდენად არასამართლიანი იყო, ეს დადასტურდა მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებშიც, მაგრამ დავინახეთ, რომ აღსრულების გზაზე მას შეექმნა პრობლემები, აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ძალიან ცუდია, როდესაც ამხელა ბანკი, ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი, ასეთ ქმედებებს ახორციელებს, ეს რა თქმა უნდა არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ სანქციებით და სანქციების შანტაჟით ვერავინ ვერ შეგვაშინებს. როდესაც საუბარია ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესზე, თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ, თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჯობია საკუთარ თავზე იფიქროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაქვთ უმძიმესი მდგომარეობა. შვეიცარიული ბანკი იქამდე სანამ გაყინავდა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებს და წვდომას შეუზღუდავდა მათზე, აფრთხილებდა ივანიშვილის ოჯახს, რომ საერთოდ დაუხურავდნენ ანგარიშებს იულიუს ბაიერში და ეს გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო ოლიგარქის ადვოკატის ცნობით ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა და მათ შორის ეს შეფერხებები ხდება ზუსტად მას შემდეგ, რაც ამერიკული სანქციები დაწესდა. ახლა ოლიგარქი აპირებს შვეიცარიულ ბანკთან წამოიწყოს დავა და სარჩელს ამზადებს ამისთვის, თუმცა ფინანსისტები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ივანიშვილისთვის ეს არის ფუჭი დროის ფლანგვა, რადგან იულიუს ბაიერი შვეიცარიული ბანკი მოქმედებს მაღალი სტანდარტით, ის ეყრდნობა ამერიკულ სანქციებს და შესაბამისად მოქმედებაში მოიყვანა შეერთებული შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვები, შესაბამისად ივანიშვილს იზღად არჩენია იდავოს, თუმცა ვერ მიიღებს ვერანაირ შედეგს. ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გაფრთხილება უკვე ოლიგარქის გარემოცვისთვის, მინი ოლიგარქებისთვის, რომლებიც არიან ივანიშვილის რეჟიმის მთავარი საყრდენები, რომ ოლიგარქზე უკვე გავრცელებულია სანქციები, შესაბამისად, როგორც არ უნდა სცადოს ნებისმიერმა მათგანმა მქონების გადამალვა და აქტივების შენახვა, თუნდაც საერთაშორისო ბანკებში სანქციები ამოქმედებისთანავე ყველას მისწვდება. ბანკი იძულებულია, რომ სანქციები გავრცელოს ივანიშვილის ოჯახის წევრებს და არ მგონია, რომ რომელიმე სასამართლომ გაამტყუნოს იულიუს ბაიერი მაგისტვის. თუმცა რა დარჩენია ივანიშვილს გარდა იმისა, რომ იდავოს ყველგან, ყველა მუდმივად რაც სასამართლო გზითი არის. მისი მცდელობები, რომ დაიცვას თავისი ქონება, წარუმატებელი იქნება, მაგრამ ჟარგონზე რო ვთქვათ, ფაფხურობს, სხვა კარგი არჩევანი და გამოსავალი არ აქვს. აქვს ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანი. იმისთვის რომ დაიცვას თავისი ქონება, მზად არის, რომ ქვეყანა სანაგვეზე გადააგდოს. ჩვენ ყველანი ფაქტობრივად გაგვაცამწვეროს ეკონომიკურად, იმისთვის რომ თვითონ
რაღაცნა გადარჩეს ეკონომიკურად. ეს დონის ღალატი არ ვიცი, ჩვენ თვალწინით ვითარდებოდეს და ამაზე ჩვენ ვიყოთ, მე მგონი შეუძლებელია. ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელი არის სრულად დააზღვიო დასავლურ და დოლარით დომინირებულ ფინანსურ სისტემაში სანქციების რისკი და ეს პირველ რიგში ძალიან კარგი მაგალითი უნდა გახდეს ივანიშვილის შემთხვევა იმ ფინანსური ელიტისთვის, რომელიც მის ირგვლივ არის შემოკრებილი. ჩვენ ნახეთ, რომ შეიზღუდა ანგარიშებზე წვდომა, სხვა ტიპის ზიანი მიიღო კიდე, სხვა ტიპის ქონება იქნა დაყადაღებული და გაყინული და ყველასათვის კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ეს იმის გააზრების შესაძლებლობა, რომ სანამ მათთვის დამდგარა ჯერ კიდევ ეს სანქციები აუცილებლად გაავლონ ძალიან მკაფიო წითელი ხაზი მათსა და ივანიშვილს შორის. შვეიცარიულ ბანკში ოლიგარქს და მისი ოჯახის წევრებს უკვე აღარ აქვთ წვდომა ანგარიშებზე. ეს ანგარიშები არის გაყინული და ახლა ივანიშვილი არის მისი აქტივების გადარჩენის რეჟიმში. როგორც ჩანს, სანქციების შიში ის, რომ მათ შორის ოფშორულ ზონებშიც უკვე საფრთხე ემუქრებოდა ივანიშვილის მქონებას, გახდა იმის საფუძველი, რომ ოლიგარქმა ერთიანად სასწრაფო წესით დაიწყო მისი ქონების საქართველოში გადმოტანა. ფაქტობრივად გაასუფთავა ოფშორული ზონები. ჯერ დაიწყო ეს ყველაფერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში არსებული ქონებიდან, შემდეგ კი უკვე პანამიდანაც აბსოლუტურად ყველა აქტივი გადმოიტანა პირადად მის სახელზე მყოფი სააქციო საზოგადოების სახელზე.